ყოველ ნაბიჯზე ადამიანი აკონტროლებდეს საკუთარ თავს. ის კი არა რომ გუში გავაკონტროლე და ზე გავაკონტროლებ. არა, აი ყოველ ნაბიჯზე, ყოველ გადაწყვეტილების მიღებაზე, აი ეხლა ამ ნაბიჯს დგავს, ეხლა ამ ნაბიჯს დგავს, რამდენად არის თანხვედრაში საღვთონებასთან. ესე ამბობს პიტაპირი სააკასური. ახლა ის სააკასური მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად ნდობას იმსახურებს, იმიტომ რომ ეს არის იმხელა დიდი მამა, რა, როგორც იოსები სიკასიც ამბობდა მგონი სხვების, რომ ეს სამაგიდო წიგნი იყო სახარებასავით ყოველდღე კითხულობდნენ. იმდენად დიდია და მე გეტყვი ძალიან გაუგებარით თან, იმიტომ რომ ის საკუთარი გამოცდილებით საუბრობს და ძალიან ღრმა არის. ერთ-ერთმა ათონელმა ბერმა მითხრა ამას, რომ ჯერ მისი კითხვა არ დამიწყენო, ახლა მე თავხედურად რა თქმა უნდა ყველაფერს კითხულობ, მაგრამ იმ ადამიანმა ესე თქვა, რომ ეს ჯერ არც კი დამიწყია მისი კითხვაო, ცოტა გვერდზე მიდევსო რა. და ძალიან სულიერი ადამიანია ის ვიც ეს მითხრა. ანუ მე მის თქმა მინდა რომ აი ესეთი დიდი ბუმბერაზე ამბობს რომ ყოველი ნაბიჯი და ამას ერთხელ არ ამბობს, ბევრჯერ ამბობს. გესმით რა შეასახმე? აი ეს არის. ამიტომ ადამიანი აი კონტროლში არის და თუ ასე აკეთებს და ასე აგრძელებს, მაშინ ეკლესიაში არსებული საღვთო მადლი მის გულში იღვრება და ნელ-ნელა ადამიანის განხთობის პროცესი იწყება და ნელ-ნელა ადამიანი ხდება ღვთისტაძარი. და ასეთი ადამიანების ერთობა ქმნიან იმ მცირე სამწყსოს, რომელზეც უფალი ამბობს. როგორ ამბობს? ბევრ ამას ამბობს, მაგრამ ერთ-ერთ სიტყვაში ესე ამბობს, იმით გიცნობენ, რომ ჩემები ხართ, რომ თუ გეყვარებათ ერთმანეთს.